ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მთელმა მსოფლიომ და განსაკუთრებით ჩვენმა პარტნიორებმა და რა თქმა უნდა ამ საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაინახონ, რომ ჩვენ არ გვყავს რეალური ხელისუფლება. ეს არის დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლებმაც მიიტაცეს ხელისუფლება და გადაწყვიტეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით ივაჭრონ საქართველოს ბედით. შესაბამისად, თუ ისინი არიან რეალურად საქართველოს მომავლის გულშემატკივრები და სურთ, რომ საქართველო იყოს წარმატებული ქვეყანა და ევროპის ნაწილი, მაშინ რა თქმა უნდა, მათ ამ დანაშაულებრივ ხელისუფლებასთან არ უნდა აწარმოონ არანაირი მოლაპარაკება, არანაირი თანამშრომლობა და ბუნებრივია, მაშინ, როდესაც ოპოზიცია არ არის წარმოდგენილი დელეგაციაში, მათთან საუბარი არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში. ჩვენ მტკიცედ ვართ ამ პოზიციაში და იმედი მაქვს, რომ აი ამას გაითვალისწინებენ, რადგან ხედავთ ყველას შეფასებას, ის რომ ევროკავშირი სავიზო სანქციებს აწესებს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვის, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან კარგად ხედავენ უმძიმეს ვითარებას საქართველოში, რომელიც კიდევ უფრო და უფრო ღრმავდება ყოველდღიურად, იმიტომ რომ ყოველდღიურად პოლიტპატიმრების რიცხვი იზრდება ამ ქვეყანაში. მაგრამ ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი სტრასბურგში, როგორც ჩვენ მაყურებელს მოუყევით, აი წამების არაადამიანური მოპყრობის მტკიცებულებებით. მხოლოდ იმიტომ, რომ მიაწოდონ ეს ფოტოები და ის დოკუმენტური მასალა, რომელიც ადასტურებს, რომ ჩვენ სინამდვილეში ხელისუფლება კი არ ყავს, ბოროტმოქმედების ჯგუფი ყავს. მინდა გითხოთ აი ამ ნაწილში სიახლის შესახებ ჩვენ მაყურებელს მოუყევით 20 წლის პოლიტპატიმარი გადაიყვანეს სამარტო საკანში ის სოლიდარობის ნიშნად მზია ამაღლობელისადმი უკვე მესამე დღეაში მშილობს და თავად წერილში წერს რომ ძალიან მძიმე ვითარება არის შექმნილი ამ სამარტო საკანში და როდესაც ეს ამბავი გავაშუქეთ აი კომენტარებში ვკითხულობდი მოწოდება სახალხო დამცველის მიმართ რომ ჩაერთოს ამ პროცესში უფრო აქტიურად გითხარით თქვენ როგორ ხედავთ ლევან იოსელიანის როლს და მათ შორის პირველი არ ვიქნები ბუნებრივია ვინც ასე ვთქვათ ამ კითხვით მოგმართავთ როგორ ხედავთ როგორ რეაგირებთ იმ კრიტიკაზე რომელიც ისმის ხოლმე თქვენ მიმართ მათ შორის სხვა ოპოზიციონერი დეპუტატების მიმართ, როდესაც მხარი დაუჭირეთ მის კანდიდატურას. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე კრიტიკას ვიღებ აბსოლუტურად, მისაღებია ჩემთვის ეს კრიტიკა, შესაძლოა უფრო მეტიც დამსახურებლის კი იყოს, მაგრამ ამ ვითარებაში და ამ წუთას შემეძლია ერთი რამ თქვა, რომ პირველ რიგში მზია ამაღლობელთან დაკავშირებით ლევან იოსელიანი მუდმივად არის საქმის კურსში და რა თქმა უნდა მეც ვისურვებდი რომ მეტი აქტიურობა გამოავლინოს რადგან მართლაც კრიტიკულ ზღვარს ვართ მიახლოებული იმ ადამიანებს ვინც ახლა ციხეშია და მზია ამაღლობელს უცხადებენ სოლიდარობას და დაიწყეს შიმშილობა მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა ამ სოლიდარობისთვის მაგრამ ვთხოვ რომ მათ ეს არ გააგრძელონ იმიტომ რომ მზია უკვე მე-14 დღეა შიმშილობს და მასზე არაფერი არ მოქმედებს, მან გადაწყვიტა, რომ არ შეწყვეტს ამ შიმშილობას არც ერთ შემთხვევაში და ამიტომ ეს მზიას გადაწყვეტილება ჩვენთვის ყველასთვის ძალიან მძიმეა და ვთხოვ მათ, ვინც სოლიდარობა გამოუცხადა, იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და მიიღონ საკუთარი ჯანმრთელობის შესაბამისად გადაწყვეტილებები. რაც შეეხება მზია ამაღლობელს, მინდა მიუმართო ყველას ამ ქვეყანაში, ვინც ახლა დუმს, ვინც ამართლებს მზია ამაღლობელის პატიმრობას და თulis რომ ეს არის ნორმალური ვითარება, ყველა არის დამნაშავე და აუცილებლად ყველა აგებს ამაზე პასუხს, იმიტომ რომ მზიასთანა პატიოსანი წესიერი და კვალიფიციური მედია სივრცეში ადამიანი და საერთოდ ამ ქვეყანაში ადამიანი ძალიან იშვიათია და არ შეიძლება ასეთ სიმაღლეს ასე მოექცე. არავითარ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს იქნება დამანგრეველი ნებისმიერისთვის და ყველა ვინც დღეს ამაზე დუმს, დაწყებული ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, ამ დანაშაულებრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან, თითოეული ადამიანი, ვინც ამაზე ხმას არ იღებს და ვერ ხედავს რა მძიმე ვითარება ამ თვალსაზრისით ქვეყანაში, როდესაც მედიას უკვე იჭერენ და მე-14 დღე ადამიანი შიმშილობს და მისი სიცოცხლე არის რისკის ქვეშ და ამაზე ხმას არ იღებს, ყველა ამ დანაშაულის მონაწილე გახდება. ახლა მინდა კიდევ მიუმართო ქართული ოცნების წარმომადგენლებს, ქართული კოშმარის წარმომადგენლებს, რომ მზია ამაღლობელის დაკავებას და მის მდგომარეობას გამოეხმაურა ძალიან ბევრი საერთაშორისო ორგანიზაცია, მე ჩამოვთვლი მათ, ეს აუცილებელი მგონია, იმიტომ რომ თუ ისმენენ, იქნებ გაიგონ რა ხდება მათ თავს. ეს არის მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდი, მედიის მრავალფეროვნების ინსტიტუტი, აირექსი, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი, სამხრეთ კავკასიის უფლებადამცველთა ქსელი, სამოქალაქო უფლებების დამცველები, ეს არის საერთაშორისო ამნისტია, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი, ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია, ჰაინრიხ ბიოლის სამხრეთ კავკასიის ფონდი, საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა, კონსორციუმი მედია თავისუფლებისა
თავისუფლებისათვის თავისუფლების სწრაფი რეაგირება, PEN America, PEN International და ასე შემდეგ SSC არის ძალიან ვრცელი და რა თქმა უნდა არავის არ შერჩება ის რომ მედია მენეჯერი ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება მედიის თავისუფლებისა და სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის დღეს ყავთ ციხეში გამოკეტილი სრულიად უკანონოდ და სრულიად უკანონო ბრალდება. ქალბატონ თამარ, თქვენ რამდენიმე დღის წინ კოლეგებთან ერთად მიმართეთ რეჟიმის პროკურატურას რომ შეიცვალოს ეს აღკვეთის ღონისძიება, რაც არის გამოყენებული მზიამაღლობელის მიმართ, ხომ? რაიმე პასუხი თუ მიიღეთ, ან ზოგადად როგორ რეაგირებს ივანიშვილის გუნდი ამ ზეწოლაზე, რადგან მზიამაღლობელის ნაწილში, სხვა მოშიმშილეების ნაწილში შესაძლოა მივიღოთ ძალიან დრამატული განვითარება, რაზეც ბუნებრივია ივანიშვილის გუნდს დაეკისრება პასუხისმგებლობა. თუ ხედავს აი ამ მოცემულობას, ამ პასუხისმგებლობას? მე არ მახსოვს საქართველოში ხელისუფლება მთელი ჩემი სრულწლოვანების ასაკიდან ამ ქვეყანაში ვიბრძვი მედიის თავისუფლებისთვის, ადამიანის უფლებებისთვის, შევარდნაძის პერიოდში იყო, სააკაშვილის პერიოდში იყო, ნებისმიერ პროტესტს აუცილებლად მოყვებოდა ხელისუფლების მხრიდან რეაგირება. ისინი ჩვენ აუცილებლად ხვდებოდნენ, გველაპარაკებოდნენ და მე აუცილებლად მოყვებოდა შედეგი. შეიძლება პირისპირ უარი ეთქვათ, მაგრამ ერთ კვირაში, ორ კვირაში შედეგი გქონდა სახეზე, იმიტომ რომ მათ ესმოდათ რას ნიშნავს, როდესაც საზოგადოება აპროტესტებს და ასე შემდეგ. პირველი შემთხვევაა სწორედ რომ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში რომ არავინ არ რეაგირებს. მე ზუსტად ვიცი რომ პაპუაშვილი არ შეხვდა ეთერ თურაძეს და ეს არ იყო შეხვედრა რომელთაც ეს განთავისუფლებას ითხოვდნენ. ეს იყო შეხვედრა რომელთაც ეთერ თურაძეს უნდოდა ამ მძიმე ვითარებაში მზიას ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა, მაგრამ არანაირი ინტერესი არ გამოავლინა. ასევე იგივე თხოვნა ჰქონდა ეთერ თურაძეს გენერალურ პროკურორთან მიმართებაში, რომელმაც გადაამისამართა ის აჭარის პროკურატურაში და არ შეხვდა ასევე. ზუსტად არავითარი სხვა თხოვნა არ იყო. გენერალური პროკურატურა არის უფლებამოსილი შესცვალოს აღკვეთის ღონისძიება და ერთადერთი თხოვნა, როგორც უფლებამოსილი უწყებისთვის იყო ის, რომ მას მიეღო ინფორმაცია უშუალოდ შემსწრე პირისგან ეთერ თურაძისგან რა მოხდა იქ და ასევე მიეღო ინფორმაცია და დოკუმენტაცია მზიამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის კლანური დანაშაულებრივი ჯგუფი და არა რეალურად ამ ქვეყნის ხელისუფლება და მათ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, მათ არ აინტერესებს საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნები და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კედელი იმდენად სქელია, რომ მათ ყურებამდე საზოგადოების ხმა ვერ აღწევს. აი ამ მოცემულობიდან გამომდინარე, როგორ ხედავთ თქვენ პროცესის გაგრძელებას, იმიტომ რომ მაგალითად იგივე დასავლეთიდან ზეწოლის ნაწილში რეაგირება არ არის, რეჟიმი ცდილობს რაღაცა გადააწყოს მთელი ეს მიმართულება, ვიზიტები აზერბაიჯანში, ირანში, ჩინეთში, რაღაცა მოკლედ სტრატეგია აქვთ, როგორ უნდა გაუმკლავდნენ აი ამ ზეწოლას, ასე ჩანს. ხელი, ამათ ქართული კოშმარის წარმომადგენლებს, ჩემი აზრით ეს არის მცდელობები, მაგრამ გამორიცხულია, მათ არ ეყოლებათ მოკავშირეები, ეგერ იგივე ის კონფლიქტი, რომელიც მოხდა არაბეთში და ზარქუას და სანიკეთის შემთხვევა ადასტურებს იმას, რომ ისინი იმდენად თავგასულები არიან, რომ არავისთვის მისაღები არ არიან და ეს დროებითი ურთიერთობები საბოლოო ჯამში ძალიან მძიმე დაისახება მათზე, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებენ აი ამ შეკრულობას დანაშაულებრივს და ზოგი ალბათ შიშით არის ამ გუნდში, ზოგი უბრალოდ მართლა არ ვიცი, გადაკეტილი აქვს აზროვნების უნარი და თulis რომ სწორად იქცევიან, მაგრამ საბოლოო ჯამში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მტკიცე ვართ ჩვენ სიმართლეში და ჩვენს ბრძოლაში, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი. ჩვენ გვინდა ნორმალური სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო თავისი ინსტიტუტებით, რომელიც საერთოდ გაანადგურა ბიძინა ივანიშვილი.